მოგესალმებით. ამ ვიდეოში საუბარი იქნება ტრანსფორმაციაზე. ტრანსფორმაცია არის ამ სამყაროს თვისება. ამ სამყაროში ყოველთვის ყველაფერი იცვლება და სამყარო ამ ცვლილებებით განიცდის ტრანსფორმაციას. და ეს არის ევოლუციის პროცესი. ამ სამყაროში ერთ ადგილზე არასდროს არაფერი არ დგას. სტაგნაცია ამ სამყაროს ბუნებრივი მდგომარეობა არ არის. ყოველთვის ყველაფერი იცვლება. და აი ამ ცვლილების პროცესში ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას, იმიტომ რომ ჩვენ ამ სამყაროში ცხოვრობთ, ამ სამყაროს ნაწილები ვართ და შესაბამისად გვინდა არ გვინდა ჩვენც ვექვემდებარებით იმ ბუნების კანონებს, რაც ამ სამყაროში არის. შესაბამისად ცვლილებები მუდმივად მიმდინარეობს და ეს არის ევოლუციის პროცესი. ამიტომ არის მიჩნეული რელიგიურ და სხვადასხვა სულიერ პრაქტიკებში, რომ ტანჯვას მოაქვს განთავისუფლება. რეალურად ტანჯვა არის ყველაზე უხეში გზა თავისუფლების მისაღებად. რეალურად არსებობს სხვა საშუალებებიც, ტექნიკები, რომლითაც შეგვიძლია ჩვენ განვითარდეთ ტანჯვის და წვალების გარეშე. ჩვენ არ ვართ ტანჯვისთვის შექმნილები. ჩვენ ვართ ბედნიერებისთვის შექმნილები. ბედნიერება არის ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა. ტანჯვა არის უბრალოდ არჩევანი. არჩევანი იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვიღებთ იმ ბედნიერებას, რაც რეალურად ჩვენი ნეტარი და ნამდვილი ბუნება არის. შემეცნების პროცესი ამ სამყაროში მუდმივად მიმდინარეობს. დაბადებიდან გარდაცვალებამდე, როცა დაიბადე და თვალი გაახილე, იქ როცა დაიწყო, გარდაცვალებამდე, ბოლო ამოსულქამდე სულ შემეცნების პროცესი მიმდინარეობს. როდესაც შემეცნება არა გარე სამყაროში, არამედ საკუთარ თავში მიმდინარეობს, ეს არის უკვე თვითშემეცნების პროცესი. ეს არის ის პროცესი, ის თავგადასავალი, რომელსაც ჩვენ ყველანი გავდივართ ინდივიდუალურად. ტრანსფორმაციის პროცესი არის ის, რომელიც ყველამ თავად უნდა გაიაროს. გამორიცხული არის სხვანაირად, ეს უბრალოდ არ გამოდის. რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს. სხვა ადამიანი შენს მაგივრად ამ პროცესს ვერ გაივლის. შეიძლება ძალიან ბევრი ფული გქონდეს და დაიქირაო მძღოლი, რომ სამსახურში გატაროს, ან დაიქირაო ძიძა, რომ ბავშვები გაგიზარდოს, ან ზარეული, რომ საჭმელი მოგიმზადოს, მაგრამ ვერასდროს ვერ დაიქირავებ ადამიანს, რომელიც შენს მაგივრად გაივლის ამ ტრანსფორმაციის, ანუ თვითშემეცნების გზას.